მოგესალმებით, მიხარია რომ ისევ შევხვდით ჩვენი პოდკასტით სხვა რეალობათ ეკლასთან. როგორც უკვე ვიცით, ჩვენს სეანსებში ვსაუბრობთ ადამიანებზე, ურთიერთობებზე და მათ შინაგან სამყაროზე. თუ რა აყალიბებთ და რა აწუხებთ მათ. ბევრმა ალბათ იცით, რომ ენეაგრამა გახლავთ ადამიანის ტიპოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი განმსაზღვრელი და გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა თუ გაცნობაში. დღეს ჩვენი სტუმარია ენეაგრამას სპეციალისტი და ტრენერი ილია ნიკაჭაძე, რომელიც უკვე წლებია ადამიანებს ეხმარება საკუთარი ემოციებისა თუ ტიპის შეცნობა-გაცნობაში. მოგესალმები ილია. გამარჯობა. როგორ ხარ? შვენივრად, მადლობა მაკითხვისთვის. თქვენ ხო კარგად? კი, კარგად. იცი რა მაინტერესებს, როგორ შეხვდი, აი როგორ მოხდა შენი და ენეაგრამას შეხვედრა და აი რა მიგიყვანა იქამდე? სანამ ენეაგრამამდე მივდიოდი, ჯერ კიდევ ბევრი სხვა პიროვნული განვითარების ინსტრუმენტი გავსინჯე. ყველას თავისი გემო ქონდა, ყველას თავისი პლუსი ქონდა, ყველა რაღაც დონეს დამეხმარა, თავისი აგური დადო ჩემი განვითარების პროცესზე. თუმცა ენეაგრამამ რაც მომცა, ეს არის უფრო სისტემური ხედვა საკუთარი თავის და სხვა ადამიანების. და ზოგადად პროცესის, სამყაროში მიმდინარე პროცესების. ზოგადად ჩემი ტიპაჟი ასეთია, რომ მთლიანი სურათი თუ არ დავინახე, მიჭირს ხოლმე რაცებს კეთება. ამიტომ ბავშვობაში ჭადრაკი მალე ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ ჭადრაკი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ამ თამაში მთლიანი სურათი დამენახა. და ნარდი ამის საშუალებას არ მაძლევდა. ნარდი სხვა სტილის თამაშია, იქ ვერ ხედავ მთლიანობაში რა ხდება, ხო, იქ ბევრი რამე დამოკიდებულია კამათელზე, იღბალზე, მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი ჭადრაკში მთელი დაფა შენ ხელის გულზეა და შენ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული რა მოხდება. აი დაახლოებით ასეთი სისტემური ხედვა მომცა საკუთარი თავის და ადამიანების ენეაგრამამ. მერე რო ცოტა გამიზარდა, უფრო კარგად გავაცნობიერე რატო ავირჩი ენეაგრამა, ხო? აი პირობითად ეხა რო ესე შევხედოთ, ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო ასოციაციას 20-ზე მეტი ფსიქოთერაპიული მოდალობა აქვს აკრედიტირებული. ანუ მარტო მათ 20-ზე მეტი მოდალობა აქვს აკრედიტირებული. ანუ 20-ზე მეტი ინსტრუმენტი არსებობს, რომელთაც შეიძლება შენ თავზე იმუშაო საერთაშორისო დონეზე აღიარებულ. ხა ამ ასოციაციის კიდე იქით არის უამრავი ასოციაცია და უამრავი ინსტრუმენტი. ძალიან დიდი რისკი და საშიშროება რომ დაიკარგო. თუ შენ არ გაქვს სისტემური აღქმა საკუთარი თავის. ეხლა რა არის სისტემური აღქმა? ხო, ეს უნდა მეკითხა. პირობითად ჯერ მოდით იქიდან პრინციპში ერთი და იგივე შეკითხვაა, მაგრამ რა არის ენეაგრამა, ვინც ჯერ არ იცის და ხო, ანუ სისტემური აღქმაც შემდეგ უკვე ერთიანად გავაერთიანებთ. ხო, და ნუ სისტემური აღქმა რას ნიშნავს, ესეც ჯდება. ენეაგრამა არის ფსიქოტიპების დადგენის ტექნიკა. ენეაგრამა გაჩვენებს შენი ფსიქიკის რუკას. ენეაგრამა გეუბნება როგორი ხარ, როგორია შენი ფსიქიკის თავისებურებები და ენეაგრამა გეუბნება როგორ შეიძლება გახდე უკეთესი. ამის საფუძველს. ჩვენ შეგვიძლია ანალოგი მოვიყვანოთ მედიცინიდან. რაც მე ძალიან მიყვარს მედიცინა და ხშირად მომყავს ხოლმე იქიდან მაგალითები. ბავშვობაში ექიმობასაც ვეცნებავდი და ალბათ ეს რაღაც სიყვარული გამოძახილს ამაში პოვებს. აი წარმოიდგინე რომ მიდიხარ ექიმთან, იმის რომ ექიმმა ზუსტი მედიკამენტი დაგინიშნოს. და არა დაუშვათ ზოგადი ანტიბიოტიკი, რომელიც მოგარჩენს, ცხადია, მაგრამ არ არის საჭირო ესეთი ძლიერი მედიკამენტის დანიშვნა თუ ზუსტი დიაგნოზი გვეცოდინება. კარგი ექიმი რას აკეთებს? სულფასოვნად იკვლევს შენს მდგომარეობას. ანუ სანამ მკურნალობა დაინიშნება, ჯერ გჭირდება კვლევა. კვლევა რა არის, ხო? სისხლის ანალიზი, ხო? მე სისხლის ანალიზში ჩაშლები შეიძლება დაგჭირდეს, ხო? აი რა არის შენთვის კვლევა? ანუ რით მიდიხარ იქამდე? კი ბატონო, ვიტყვი მაგას. რენტგენი, ეხოსკოპია შეიძლება დაგჭირდეს. ასე ვიკვლევთ სხეულს. მაშინ შეკითხვა, რატო არ ვიკვლევთ ასე ფსიქიკას? სანამ გადავწყვეტთ რომ რაღაცაზე უნდა ვიმუშაოთ, ან რაღაცა თერაპია უნდა გავეღოთ, რაღაცა პროგრამა, რატო არ ვიკვლევთ ჯერ ფსიქიკას, რომ ზუსტად გავიგოთ ვინ ვართ, სად გვაქვს პრობლემები და ხარვეზები და მე უფრო მიზნობრივი, კონკრეტული და ზუსტი გამოსავალი უპოვოთ ჩვენს გამოწვევებს. აი ენეაგრამა ამ კვლევაში ეხმარება. ის იკვლევს შენი ფსიქიკის თავისებურებებს.
ოღონდ აი ძალიან ხშირად რახამ ციფრებს ვახსენებ, ხოლმე ორიანი, სამიანი, ოთხიანი, გონიათ რომ ეს რა ნუმეროლოგია. არა, არავითარ მისტიკა აქ არ არის. ჩვენ შენს ფსიქოტიპს ვიკვლევთ შენ ღირებულებებზე დაყრდნობით. ანუ შენგან ვიღებთ ინფორმაციას. ანუ მე რა უნდა გითხრა პირობითად რომ მითხრა რომელი რა ნიშანი ვარ, რომელი ნომერი ვარ, კი. ვიკვლევთ შენს ღირებულებებს, შენს ფასეულობებს, შენს პრინციპებს, შენი აზროვნების სტილს, შენი ქცევების პატერნებს ვიკვლევთ. და ამის საფუძველზე ვქმნით შენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს. როგორ ვადგენთ რომელი ნიშანი ხარ, ხო? ვაკვირდებით ადამიანს 4 დონეზე. პირველი რაც აღნიშნე ღირებულებები და ფასეულობები, ამიტომ სიღრმისეული ინტერვიუ გჭირდება, ან რაღაცა მრავალკითხვიანი ტესტი. მეორე ვაკვირდებით ადამიანს ხმას. 7 ინტონაცია აქვს, უფრო ჩქარი, შფოთვარე, უფრო სტრუქტურირებული საუბარი აქვს, უფრო ქაოტური საუბარი აქვს. რატო? იმიტომ რომ როგორ საუბრობ, ამაში ჩანს შენი ღირებულებები, ხო? ასეთ გეჩქარება თუ არ გეჩქარება, ხო, შენ საუბარში ხო ჩანს. პირობითად აი დღეს ვარ ერთიანი, შეიძლება რომ მე ისე დავუმუშავდე რომ სამიანი გავხდე, ან პირიქით სამიანიდან ერთიანი გავხდე. შემდეგ, რასაც ვაკვირდებით, არის შენი იერი. ოღონდ იერში არ გულწრფობ თვალის ფერს, ხო? ანუ თვალის ფერი არ გასაზღვრავს შენს ხასიათს, ხო? გამომეტყველება, ხო? არის რაღაც ჰეფი, რაღაც ბედნიერი სახე აქვს, რაღაც უფრო სევდიანი, რაღაც უფრო მკაცრი აქვს, რაღაც უფრო აგრესიული აქვს, ვიღაცა უფრო მობილიზებული, ხო, ვიღაცა უფრო მოდუნებული, ანუ სხეულის ანალოგიურად საუბრობს იმაზე თუ რა ღირებულებების მატარებელი ადამიანი ხარ. და ბოლო არის ეს ყველაზე უფრო ისეთი რთული ინდიკატორი, ეს არის ენერგეტიკა. აქ იმიტომ რომ ზუსტი კრიტერიუმები არ გვაქვს უფრო დამოკიდებული შენ სუბიექტურ აღქმაზე. თუმცა თუ შენ ესე ვთქვათ საკუთარი თავი კარგად იცი, ენერგეტიკა შეიძლება დაიჭირო მეორე ადამიანს, რას გრძნობ მისგან. ანუ შენ მასთან ურთიერთობაში გრძნობ შიშს, გრძნობ რაღაცა კრიტიკას, გრძნობ ხარდაჭერას, ზრუნვას, რას გრძნობ. აქედან შეიძლება აქედან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელო თუ ვინ დგას, რა ტიპაში დგას შენს წინაშე. ეხლა ნახე, არსებობს 9 ძირითადი ფსიქოტიპი ენეგრამას მიხედვით. ოღონდ ეხლა ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ რას ნიშნავს, რომ ეხლა მეც ერთიანი ვარ და ისიც, ანუ ერთნაირები ვართ. ეს ხადი ზედაპირული ტიპოლოგია, ჩვენ რო ჩავშალოთ ეს 9 1000-მდე ქვეტიპზე გავალთ. უბრალოდ სიმარტივისთვის 9 არის. კი ბატონო. აი იერით, ხმის ტემბრით, ვიზუალით, რა სიტყოდი, აი რა ნიშანი ვარ. იცი რა არ ვიჩქარებ, რომ მკითხაობამდე არ დავიყვანოთ. იმიტომ რომ ინფორმაცია პოდკასტის ბოლოს მეტყვი. მაინც. არ ვიცი, მე მაინც ვემხრობე იმას, რომ აყურებლისთვის სურპრიზად დავტოვოთ შენი თავი და შენი ხასიათი. მოდი, უფრო ვიმსჯელოთ რეჟიმში ვიყოთ, რომ აყურებელმა გააკეთოს თავისი დასკვნა და ჩემი დასკვნის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეს. მაყურებელი მივიყვანოთ იქამდე, რომ თავად ვერსიები გქონდეს, კი ბატონო, ხო. საინტერესოა. ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ, ხო, რომ ფსიქოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერი. არც ერთი მიმართულება ფსიქოლოგიის. არ ვიცი. ავიღოთ, ხო, ტოპ 5 ყველაზე პოპულარული ფსიქოთერაპიული მიმართულებებიც რო ავიღოთ, ისინიც კი არ არიან ზუსტები. და ვერც იქნებიან, იმიტომ რომ ეს ექსპერიმენტული მეცნიერების კატეგორიაში გადის. ამიტომ რაც უნდა დავიმახსოვროთ ფსიქოლოგიაში კატეგორიულად ვერაფერს ვერ ვაგდოთ კატეგორიულობა. ხო, ანუ ეს 100-ია და მორჩ არ არსებობს. ანუ ნებისმიერი ფსიქოლოგიური თეორია, თუნდაც ფროიდი და იუნგიც როა ყველაზე ესეთი. ხო. დიდები რო ავიღოთ, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენდეს. ანუ ყველა თეორია ეყრდნობა, რომ სავარაუდოდ ესია, ლოგიკურად ესია, უმეტესწილად, ანუ ასეთი ტიპის მსჯელობები გვაქვს აქ. ანალოგიურად ენეაგრამაში როცა ავამბობთ, რომ მე ვხედავ, რომ ეს ტიპი ხარ, ესეც გარკვეული დაშვების ფარგლებში ხდება. და ეს არ არის იარლიყი, ეს არ არის რაღაცა ვერდიქტი და ეს არ არის რაღაცა ბეჭედ დარტყმული დიაგნოზი. ეხლა ეს არის ვარაუდი. როგორც წესი ყველაზე უფრო ზუსტ გადაწყვეტილებას და ზუსტ დასკვნას თუ რა ფსიქოტიპი ადამიანი აკეთებს თავადის ადამიანი, ოღონდ ამისთვის მან ენეაგრამა კარგად საფუძვლად უნდა იცოდეს. საფუძვლიანად არ გამივლია, მაგრამ აი შენთან რო ვიყავი, მაშინ რაღაცა დავსვი ხო, რაღაცა ვერსიები გექნება. ხო, ვერსია დავსვი, ერთი ცალი ვერსია მქონდა, აი რაღაცნაირად თითქოს იმპერატიულად მქონდა რა, რომ აი სხვებისკენ არ წავედი, თითქოს ვიფიქრე, რომ ეს ვარ თქო. შეიძლება იმოქმედა იმან, რომ კეთილგანწყობა გაქვს ამ ტიპაშის მიმართ. შეიძლება, თუმცა აი ალბათ უფრო ღრმა დრო შემესწავლა და წამოყოლოდი, რასაც მომავალში. ეხლა პირველ რიგში რა ინფორმაცია მაქვს უკვე შენზე ის, რომ ბევრ რაღაცას აკეთებ.
რამოდენიმე სამსახური, რამოდენიმე აქტივობა და თან რა თქმა უნდა სხვადასხვა სფეროები. ხო, აბსოლუტურად. ეს გაგვიწევს ჩვენ ღირებულებზე რაღაცებს მეუბნება. თუმცა რასაც მეუბნება ცოტა ზოგადი. თავში ერთ ნიშანში ვერ ჩავსავ, მაგრამ აქ ხო შეიძლება ადამიანზე ორი რამ იფიქრო, ერთი რომ ქაოტურია და მეორე რომ აბამს ამას ყველაფერს თავს და პირიქით, ანუ ორი სრულიად ერთმანეთთან საწინააღმდეგო ვერსია შეიძლება გაგიჩნდეს იდეაში. ნახე, თუ სწორად შეხედავ, არ გაშება საწინააღმდეგო ვერსიები, თუ შეხედავ ასე რომ ადამიანს ჭირდება მრავალფეროვნება. მაგრამ ნახე, ენეაგრამა რატოა კარგი? ის უბრალოდ იმას კი არ გეუბნება, რას აკეთებს ადამიანი, ის გეკითხება რა მოტივაციით აკეთებს. ანუ განყავხარ სიღრმისეულ მოტივაციამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ რამოდენიმე საქმე შეიძლება სხვადასხვა მოტივაციით აკეთო. ხდე? ანუ ენეაგრამას თავარი პრინციპიც მე როგორც ამოვიკითხე არის ეს, რომ სიღრმისეულ მოტივაციით. ხო, იდეაში. კი. ენეაგრამას თავარი მუღამი ის არის, რომ ის ადამიანის ქცევის სიღრმეებს გაჩვენებს. ის გიხსნის, ასე რომ გააკეთა, რატო გააკეთა, სინამდვილეში რა უნდა, რას ეძებს, რისკენ მიისწრაფოს. ეხლა ეს რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ კომუნიკაციის თვალსაზრისით ეს ძალიან გიადვილებს მასთან ურთიერთობას. იმიტომ რომ შენ იცი რა უნდა მას, რას ეძებს. მათ შორის შენთან ურთიერთობაში, აი პირად ურთიერთობაში რა მარტივია ხო ყველაფერი. შენ ზუსტად იცი რას ეძებს შენი პარტნიორი. ანუ შენ შეგიძლია ხა დაალაგო, აი მე პირობითად ვარ ახალგაზრდა გოგო, სადღაც 25 წლის და ვერ დავალაგე სასიყვარულო ურთიერთობები. და შენთან მოდის ადამიანი და რას უსვამ, აი აჩვენებს საკუთარ თავს პირველ რიგში. საკუთარ თავს. ვიხმარებ საკუთარ თავს სწორედ გაიცნოს, იმიტომ რომ პირადი ურთიერთობა იწყება რით? საკუთარ თავს ცოდნით. მე ვინ ვარ, მე რა მჭირდება? შენ NLP ძალიან კარგად იცი და აი როგორც NLP-შია მაგალითად თეთრი ლაქები და ნათელი წერტილები ჯერ დაანახებ რა არის მისი თეთრი ლაქა. ძლიერი მხარეები, კი. ხო, და შემდეგ უკვე უსვავ ნათელ წერტილებს, აი თუნდა წაყვა ეს. ნახე, ძლიერი მხარეები ნიშნავს იმას, რა შეუძლია გასცეს. პირად ურთიერთობაში, კარიერაში რა ღირებულებას ქმნის. იმიტომ რომ ნებისმიერი ურთიერთობა ამაზე აგებული. მე რა ღირებულება მომაქვს შენთვის და შენგან რა მჭირდება სანაცვლოდ. და ნებისმიერი ვერ შემდგარი ურთიერთობა ეს არის რომ მე არ ვიცი, რას ვითხოვ შენგან და პირადი და მე არ ვიცი რას გავცემ. მიხვდი? და ბუნებრივია ქაოსი გვაქვს, იმიტომ რომ რა მინდა, აი წარმოვიდგინე სუპერმარკეტში შედიხარ და რა გინდა არ იცი? და რა ვალუტაში იხდი არ იცი. შედგება რაიმე გაცვლა იქ ვერ, ხო? შენ პროგრამებს არ ცნობ, ანუ ენეაგრამას გულისხმობ, აი ადამიანის პროგრამებს. აქ არის მხოლოდ რაღაც ნიშნების მიხედვით და არ ცნობ რაღაც რა პროგრამები მოყვება? ეს მაინტერესებს. პირიქით, ენია ნიშნები პროგრამებია. ხა მივედით საიდან ყალიბდება ფსიქოტიპი ენია ნიშანი. ეს არის ბავშვობის პროგრამა. უბრალოდ ნახე ენეაგრამა გაჩვენებს ბევრ პატარა პროგრამას კი არა, დავშეთ NLP-ში ბევრი პატარა პროგრამა შეება დაინახო ყველა მიმართულებით, ყველა თემაში. ენეაგრამა გაჩვენებს თავარი პროგრამა რომელი? ცენტრალური რომელი. ხთი, აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, წარმოგიდგენთ შენი ფსიქიკა არის სააქციო საზოგადოება. სააქციო საზოგადოებაში შენ შეიძლება გყავდეს მილიონი აქციონერი. ეხლა მალტი NLP გეხმარება რომ ეს აქციონერები როგორც კონკრეტული პროგრამები გამოიკვლიო და კონკრეტულ აქციონერთან თუ არის პრობლემა, მოაგვარო მასთან ეს პრობლემა. დაამუშავა, მოაგვარო, ხო. ენეაგრამა შენ გეუბნება ვინ არის შენი ცენტრალური ფიგურა, ვინ არის საკონტროლო პაკეტის მქონე. ვინ იღებს თავარ და ძირითად გადაწყვეტილებებს. და იმას უნდა დავეყრდო. და ის უნდა დამუშავდეს. თუ პიროვნულ განვითარებაში საუბრობთ, ის უნდა დამუშავდეს და განვითარდეს. თუ საუბრობთ ახლა კომუნიკაციაზე, მაშინ იმ აქციონერს, მთავარ აქციონერს როგორ ვეკავებ, შენ მთავარ აქციონერს როგორ ვეურთიერთო. ნახე, შენთან ურთიერთობა არ გამომივა მე თუ ვეკონტაქტები არა მთავარ აქციონერს, არამედ ვიღაცა სხვას. არა ეწყობა, ხო იმან რაღაცა ქნამ არ ვერ მიიტანა ბოლომდე. ყველაფერს მოდებული ვარ და რაღაცა კონცენტრაცია არ მაქვს. კი. ეხლა დაუშვათ ეს თემა ბევრი კუთხით შეიძლება გაიშალოს, მაგრამ ფულთან მიმართებაში პრობლემა. არსებობს, იმიტომ რომ შენი ფსიქოტიპი გარკვეულ ბარიერებს გულისხმობს საკუთარ თავში ფულთან მიმართებაში. ის რომ შენი ფსიქოტიპი ვერ რეალიზდება ფულში, სხვა რაღაცაში რეალიზდება. ხა ჩვენ რო ტიპაჟების მიხედვით ჩავშალოთ, ბევრად რომ კაფიოდ დავინახავთ რა ტიპს, რა პირადი ურთიერთობის გამოწვევა აქვს, რა ფინანსური გამოწვევა აქვს. აი რომელს უჭირს პირობითად ფული ავიღოთ და პირადი ურთიერთობა რა ბოდიში, რაც ყველაზე მეტად ესეთი აქტუალურია. ხო. დავიწყოთ მოდი პირადი ურთიერთობით. ნახე, არის ფსიქოტიპი სამიანი, ტრიუმფატორი ქვია. ეს არის ფსიქოტიპი, რომელსაც უნდა ყოველთვის საუკეთესო.
შეიძლება კარგი პარტნიორი მყავდეს, მაგრამ სადღაც მას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესიც შეუძლია. რაც ართულებს სტაბილურ ურთიერთობას. აი ხა წარმოიდგინე გვერდით გიზის ადამიანი და მისგან გრძნობ, რომ ის ჯერ კიდე ეძებს. რაღაცა უკეთეს ეძებს. და მისგან გრძნობ, რომ მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ ხარ. რომ ყოველთვის შეიძლება ვიღაცა უკეთესი ნახოს და ჩაგანაცვლოს. სტაბილურობის განცდა არ გაქვს. ანუ ეს არის სამიანი, ვისთანაც არ გაქვს აჰა. კი, რომელსაც უჭირს ამიტომ პირადი ურთიერთობის აწყობა. გარდა ამისა, სამიანს არ უყვარს სიახლოვე. რატო? იმიტომ რომ სამიანს უნდა რომ საუკეთესო იყოს. და ახლა ურთიერთობაში მისი მინუსები და განკლანებები ჩანს. განმრიდებელია ერთი სიტყვით. უფრო განმრიდებელი, უფრო გამქცევით, უფრო დისტანციაზე მყოფი ტიპი. მოახდენ შთაბეჭდილებას, გაჩვენებს, აი, სამიანი შეიძლება შევადაროთ, ეს არის გამოწვევა ოღონდ სამიანის, ხო? ეს სწორად უნდა გავიგოთ, ანუ ეს არ არის სამიანის მთლიანი პერსონა, ეს არის ჩრდილური ნაწილი, ის ნაწილი, რაც პრობლემას ქმნის, ხო? ნახე, სამიანს უნდა რომ საუკეთესო იყოს შენს თვალში, ამიტომ ის შენთან მოდის არა როგორც მთლიანი ფილმი, არამედ როგორც ფილმის ტიზერი. ალბათ ფილმის ტიზერები გინახავს და როცა ტიზერს უყურებ, აღფრთოვანდები რა მაგარი ფილმია. მიხვალ და შეიძლება არ დაგხვდეს. ხო, იმიტომ რომ საუკეთესო ნაწილია ეს. ასე გაჩვენებს სამიანის საუკეთესო ნაწილს. და როდესაც შენ აღფრთოვანებას გამოიწევს, ის მე დისტანცირდება. ხო, მაგრამ ეს უახლოვდები გარბის. ეს ხო ტრავმებიდან მოდის სადღაც. თქმა უნდა, ყველა ტიპაჟის ხასიათი ტრავმული გამოცდილების შედეგია. სხვანაირად რო ვთქვა, რა არის ეს? ეს არის დედის სიყვარულის უკმარისობის გამოვლინება. მე მინდა ყველა სიყვარული და ამ ყველა სიყვარული ვცდილობ დედის სიყვარულის დანაკლისის შევსებას. კი ბატონო. ამიტომ სამიანებს უყვართ ხოლმე დიდი წარმატებები, დიდი შედეგები, პირველობა, უფრო ნარცისული სპექტრია, მუდმივად ვალიდაცია სჭირდებათ, ხო? სხვებისგან, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ფიგურებისგან, ისეთი გავლენიანი ბრენდული პერსონებისგან სჭირდებათ ხოლმე ვალიდაცია და ყველაფერი ეს ემსახურება იმ დანაკლისის შევსებას, რაც გამოიწვია დედის სიყვარულის ნაკლებად. აი, გუნდა მივიდიოდი ხა, ანუ რადგან ბრენდულზე და გავლენიანზეა, მისთვის ხო ყველაზე ბრენდულ გავლენიანი პირველ წყარო დედაა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი ბრენდი ხო? და ამიტომაც. კი. ესაა სამიანის გამოწვევა. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი ისა გვაქვს ხო, რაღაც NLP-ს და ენიაგრამას. კი, კარგად ილინკება და მეც კარგად ვლინკავ ჩემ საქმიანობაში ამას და როგორ ვლინკავ ვიცი, ენიაგრამა როგორც სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი და NLP როგორც სათერაპიო ინსტრუმენტი, ძალიან კარგად ჩდება ერთმანეთში. ეს დაახლოებით გავს იმას, რომ რაღაცა თუ მედიცინაში ხარ რაღაცა ეხოსკოპისტი რო გიზის და უშუალოდ მაშინ რომ კლინიკაში, შემდეგ კურნალ ექიმიც უნდა იყოს, ხო, იქვე რომ ეხოსკოპიის შემდეგ ვიღაცა სინთეზში რაღაცა ერთად გამოიწვია. ეგლოგიკა დევს ამაში ზუსტად ერთმანეთს კარგად ავსებენ. დავუშვი შემდეგი ვისაც სიყვარულში აქვს გამოწვევები არის 7-იანი. 7-იანი თავგადასავლების მაძიებელი ტიპია, ყველაზე პოლიგამიური ხასიათი აქვს, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ახალი. 3-იანი უკეთესი კი არ უნდა. ის შედარებას არ აკეთებს. უბრალოდ ახალი სიახლე უნდა. კი, რაც არ უნდა საუკეთესო ყავდეს. თემა მალე მობეზრდეს. თავთან ვერ მეგობრობს? აქ თემა არის ის, რომ მაღალი შფოთი აქვს და მუდმივად ცდილობს ამ შფოთისგან გაქცევას. ხო, ნუ როგორც ჩერდება, სადღაც შფოთი იმატებს. თავის თავს გაუდის. კი, ამიტომ მას ჭირდება მუდმივად ყურადღების გადატანა. და ახალზე ყურადღების გადატანა მარტივია, იმიტომ რომ ახალი გიტაცებს. მაგალითად მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ლადო ასათიანს, ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ანუ ეს 7-იანური ხასიათი. ხო. ასევე მაგრამ თუ არ ადარებს, მაშინაც სამიანსაც ადარებს ძველია თუ ახალია. აჰა. იხდი? მაგალითად სამიანს ვერ ხედავ ასათიანში, ანუ მე ხა ცოტა ღმერთი ასათიანი ცოტა რომ სხვა ლექსებსაც რომ გადავხედო, ძალიან მხიარულია, ძალიან პოზიტიურია. ადამიანი 27 წლის ასაკში გადაეცვალა ჭლექით და ისეთი მხიარული და პოზიტიური ლექსები აქვს, რომ გრანელს თუ შევადარებთ, გრანელი და გალაქტიონს, რომელსაც ესე ნიშანდობლივად არაფერი არ აწუხებდა, რო შეადარო, იფიქრებ, რომ პირიქით ამას აი გალაქტიონი რა ნიშნავს? ხო, მივალთ გალაქტიონამდეც. ნიკო გომელაურსაც აქვს აი 7-იანური ფილოსოფია კარგად გადმოცემული. წუხანდელი დღე იყო სიზმარი, შენახლა თვალებს სულ სხვისთვის ნაბავ, საინტერესო სწორედ ის არის, როცა ყოველ დღე ხელახლა გაბავ. ხო. 7-იანთან ეს ძალიან ისეთი თემაა, რომ მათ ვალდებულებები, ჩარჩოები არ უყვართ. იმიტომ რომ მათი ფსიქიკის მუშაობის პრინციპს ეწინააღმდეგება ეს. ის უნდა გაიქცეს. რაც უფრო ჩაკეტა, უფრო გარბის. თუმცა ხა გომელაურის
ფიქრობ, რომ ძალიან ერთგული ტიპი იყო ისე ხა ლექსებში სხვა შეიძლება ავიღოთ, მაგრამ რაღაცნაირად უფრო მელანქოლიკსა ვიტყოდ. შეიძლება სხვა ტიპში გავიყვანოთ. აი, ნიშანი რომელია ეს მაინტერესებს. ყველაზე მელანქოლიურები გვაყავთ ოთხიანები. რომელსაც ასევე აქ პირად ურთიერთობაში გამოწვევები, იმიტომ რომ ჩემზე მგონია ჯერ იქამდე ვერ მივედით და ყველასთან თითქოს რაღაცნაირად დავილინკეთ ცოტა. აი წერა სიპოვი, კი, რა თქმა უნდა. გალაქტიონის ტიპაშია ეს. ძალიან დრამატული ტიპია, ხო, ძალიან ემოციების მოყვარული ტიპი, მძაფრი ემოციები უნდა. რუტინა არ უყვარს, ჩვეულებრივი ყოფა არ უყვარს. ამიტომ პირად ცხოვრებაში სტაბილური ოჯახური ურთიერთობა უჭირს, იმიტომ რომ რუტინაში გადადის ეს. ეხლა მას ურჩევნია უყვარდეს პირობ დაოჯახებული ადამიანი, რომელიც მიუწვდომელია, შორით ბნე და შორით ალვა, ხო, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, ეს არის მათი ბაზისური სურვილი პირად ურთიერთობაში. რატომ? იმიტომ რომ ამაში მძაფრი ემოციები, ამაში დრამაა ბევრი. ოთხიანებს დრამა ქვინებს ეძახიან ხო, დრამა კინგებსაც, ხშირად ამის გამო. მძაფრი ემოციების ყურვილის გამო. ამიტომ ნახე ხა ძალიან რთული არის ხა ჩვეულებრივ ურთიერთობაში ვერ გადაიყვან რა. სანამ ეს ურთიერთობა რაც განსაცდელებს გულისხმობს თავისთავად ოთხიანისთვის ეს საინტერესოა, მე ბეზდება და წყინდება. ოღონდ ხა მე რასაც ვამბობ, ეს არის გამოწვევა ამ ნიშნის, ეს არის ვერდიქტი. თუ ადამიანი საკუთარ თავზე ემუშავებს 3-იანის, 4-იანის და 7-იანის, მას შეუძლია ქონდეს სრულფასოვანი, სტაბილური და ჯანსაღმდეგი ცხოვრება. ისე როგორც სხვა ნიშნებს რაღაცა სხვა გამოწვევები აქვს. აი ყველაზე სრულყოფილი ნიშანი არსებობს ესეთი ხო? ყველა ნიშანს აქვს თავისი პლუსები, თავისი მინუსები. ყველა ნიშანს აქვს ამპლიტუდა. არ არის. არა. ყველა ნიშანს აქვს თავისი ამპლიტუდა. ეს ნიშნავს იმას, რომ განვითარების მაღალი საფეხურები და უფრო ტოქსიკური განვითარების საფეხურები. ეხლა ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რომელიმე ნიშანი გავხდეთ. ჩვენი ამოცანა არის ჩვენი ნიშნის საუკეთესო ვერსიები გავხდეთ. რაც უფრო უკეთესი ვერსია ხარ შენი ნიშნის, მით უფრო გეხსნება წვდომა სხვა ფსიქოტიპის სტრატეგიებს. პირობითად, ნახე, შენ თუ გინდა რომ კარგად გაერთო, აი 7-იანი სტრატეგია ყველაზე მაგარი. ის არის რელაქსაციის სტრატეგია, ეს არის გართობის სტრატეგია, დასვენების სტრატეგია. ანუ პირობითად თუ გინდა დაისვენო 7-იანი გახდე, მოდი ესე ვთქვათ ბჭყალებში. მაგრამ თუ შენ გინდა რომ მარკეტინგში მაგარი იყო, PR-ში, გაყიდვებში 3-იანი სტრატეგია ყველაზე კარგი. თუ შენ გინდა რომ შემოქმედებითი იყო 4-იანი ყველაზე კარგი. მერტე რომ ყველა სტრატეგია თავისთავად ფასეულია როგორც სადღაც. შენი ამოცანა არის რომ არ იყო ფიქსირებული ამ სტრატეგიაზე. არ იყო ამაში გამოკეტილი. აი მე ხშირად ვამბობ რომ ენიაგრამა არსი კარგად არის გადმოცემული, რა შუაშია, მაგრამ მეფე ირაკლი ჩარკვიანის ტრიკონებში. გამოდის შენი ციხიდან რომ აღარ გავდეს სხვას. ანუ შენი ამოცანა არის შეისწავლო შენი ფსიქოტიპი, შენი ენიანი ნიშანი, რომ იქიდან გამოსვლა შეძლო. და არ გამოიმწყდიო ამაში. იმიტომ რომ შენი ციხია. შენი სატუსაღოა. საბოლოოდ თუ ამაში გამოიმწყდი. მაგრამ ვერ გამოხვალ, აი ციხიდან გაქცევა როგორ ხდება ხოლმე. მაგალითად თუ გახსოვთ გაქცევა იყოს სერიალი. როგორ გაიქცა, ხო? თავი პერსონაჟი, ხო ძმა რო გამოაპარა. ციხე შეისწავლა კარგად. ციხის ნახაზები ქონდა მთელს დანზე. ხო, იმისთვის რომ შენი პატერნებიდან, შენი ენიანი ნიშნის სტრატეგიებიდან თავი დაახცო, კარგად უნდა იცოდე და უნდა იცოდე კარგად რა თვალსაზრისით, როგორ შეიქმნა, როგორ ჩამოყალიბდა, რა აძლიერებს ამას. ამიკე, აი ხა 3-იანთან პირობითად, რაც მეტი უარყოფა აქვს საზოგადოების მხრიდან, უფრო აძლიერებს 3-იანი სტრატეგიას. ჭრილობაზე ადგავ ფეხს. 7-იანს რაც უფრო ჩაკეტავ, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებ, უფრო აძლიერებ. და მე 7-იანები გაქცევის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, ეს გაქცევის ფორმებია. ხო. იმიტომ რომ ამ დროს შენ შეიძლება ყველა პრობლემა დაივიწყო. იცი რა მაინტერესებს? იმდენად ახლა ღრმად ჩავედი და რაღაცა მინდა რომ რაღაცები ამოხსნა თან დაგტყუო, რომ აი პირობითად შენ როგორც ენეაგრამას სპეციალისტი საკუთარ თავზე. ანუ აი ხო ვართ ხა პირობითად სხვებს ვეხმარებით, რაღაცა ჩვენში შევისწავლეთ რაღაც, მაგრამ აი ის ყველაფერი რაც ყველა ნიშანს აქვს, კარგი. შეგიძლია თუ უკვე გააქვს, რომ აი ყველაფერი უკვე შენ თავში დაალაგებული თუ ესე არ ხდება. ეს არ არის პროცესი დაალაგე ერთხელ და მორჩ, ესე არ ხდება. სამწუხაროდ, თორე კარგი იქნებოდა ხდებოდეს. საკუთარ თავის განვითარებას, საკუთარ თავზე მუშაობა მუდმივი პროცესი. მუდმივი და უწყვეტი. ხო, რა ის რა გასაღები ხო იცი შენ უფრო გასაღები ვიცი. თავარი არის რომ მე ვიცი როგორ ვემუშაო ჩემ თავს.
იცი რა, ზირთა შემოში გამომდის, ხო, ვერ ვიტყვი ყოველთვის გამომდის, არის რა ჩავარდნები რაც მეც მაქვს. ესეთი გამოთქმაც არის, რომ ყველა ფსიქოთერაპევტს თავის ფსიქოთერაპევტი ჭირდება, სწორი გამოთქმა ეს, არის ლოგიკური და ყველა ვინც ნამდვილია თავის საქმეში, ცხოვრებაში სჭირდება რაღაც ეტაპებზე მხარდაჭერა, ხო, აი რუსთაველის ტრიქონებია, ხო, რა ექიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, ხო, ანუ ექიმსაც სჭირდება შემდეგ სხვა ექიმი დამხმარე. მაგრამ ენიაგრამა მიმარტივებს პროცესს, ვიცი როგორ მიუდგე, გასახები ვიცი. ყველაფრის პასუხს ეძებდა პოულობ, ხო, რატომ მოხდა ეს ჩემთან და უფრო იცი და რა თქმა უნდა, ვიცი რაღაცა რო არ გამოდის, რატო არ გამოდის. ანუ ვიცი გამოსავალი. ოკეი, მაგრამ აი იცი გამოსავალი, იცი რომ ეს რაღაც პრობლემა არის შენში, რაღაც ჩარჩენილი და გქონია ესეთ შემთხვევა, აი ამას მე გავაკეთებ და რაღაცა იმ თავარი რაც არის, თან რო გონია რომ პატარაა, მაგრამ გიშლის ბევრ რამეში, ხო, ახლა მე მქონია ეს ცხოვრებაში და ამიტომ გეუბნები, აი NLP-ის კუთხითაც აი ვფიქრობ, რომ აი ჩემ თავს მე მივხედავ რა ამ საკითხში და აი ესე რომ გამიტარებია, იმიტომ რომ არ ვიცი თითქოს თვალებში არ გინდა რომ ჩემი ფსიქოტიპის დამახასიათებელი არის რაღაცის მიფუჩეჩება გადაგდება პირიქით. ანუ ჩემი პრობლემა არის არ გადადება. ანუ ყველაფერს გაკეთებას რო ვცდილობ ეს არის. ყველაფერს ესე თვალებში თან უყურებ და მე ზოგადად ორი კატეგორიის ტიპაჟები არიან. ერთი უფრო აქტიურები, მათ შორის პრობლემის მოგვარების კუთხით და მეორე უფრო პასიურები. აქტიურების პრობლემა არის, რომ ზედმეტ აქტიურები არიან და უნდა შენელდნენ. და პასიურების პრობლემა არის, რომ ზედმეტად პასიურები. ბალანსი სად არის ამ დროს? ინდივიდუალურად. ვინც უფრო ნელი ტიპია, მას გააქტიურება სჭირდება და ვინც უფრო აქტიურია, მას შენელება. აი ხა მე რაც ვთქვი, ჩემზე მაგალითად, ჩემს შემთხვევაში მაგ მხოლოდ ერთ სიტუაციაზე რა, აი ყველაფერი გავზარდე, დავალაგე ჩემ თავთან. აი ურთიერთობების კუთხით თითქოს ძალიან მშვიდად ვარ. აი ესე რომ ვარ და რაღაც არ მინდა იმ საკითხს რომ შევეხო. აი რაღაცა ის ხებს ვეუბნები რომ მარტოობა არ შეიყვაროთ თქო და მე ყველაზე კარგად ვარ აქ დალაგებული და არ vicი ხო ეს არის ბავშვობის პატერნიც იქნება თავისთავად მამა, დედა, ყველაფერი ალბათ იმოქმედება. NLP-ი ახსნათ თუ ენიაგრამატი? ენიაგრამატი მაინტერესებს. არა, ორივე ახსნათ. კი, მოდი ჯერ ენიაგრამატი დავიწყოთ. ნახე. ნებისმიერ ფსიქოტიპი ეძებს ბალანსის წერტილს. ბალანსის წერტილი არის რა? მე არ მაწუხებდეს წარსული და მე არ მაწუხებდეს აწმყო. ეხლა არ მაწუხებდეს აწმყო ნიშნავს, რომ პირობითად აწმყო და მომავალი ერთია, იმიტომ რომ აწმყო ფაქტიურად წამის მიასედები გრძელდება. რეალურად აწმყო არც არსებობს, უკვე მომავალში ვარ, უკვე წარსულში ვარ. პირობითად დავიწყოთ პირად ცხოვრება, ხო? მე არ მაწუხებდეს ის, რაც პირადი ცხოვრების არ ქონას მოაქვს. მაგალითად, არ მაწუხებდეს მარტოობა, ყველაზე უფრო მთავარი თემა და პრობლემა, რასაც აგვარებს პირადი ცხოვრების ქონა, ეს არის მარტოობის განცდა, ყველაზე დიდი დემონია ეს კაცობრიობის ისტორიაში. და ყველაზე რთული მარტოობაში ყოფნა. და რეალურად მარტო არავინ არ არის, ხო? ანუ ყველა რაღაცასთან ვართ, რაღაცაში გავუპივართ, რომ მარტო არ ვიყოთ. პირად ცხოვრება ჯანსაღი. შეიძლება მარტო ვიყოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ თავთან მაინც მარტო ხარ. რეალურად ცოტა ხაზულად ფილოსოფიურად შევხედოთ, ყველანი მარტო ვართ, მაგრამ რეალურად მარტო არ ვჩებით, ან ჩვენ ფიქრებთან ვართ, ან ჩვენ ემოციებთან ვართ, ან მიზნებთან ვართ, ან გეგმებ რაღაცასთან ვართ. ეხლა ნახე, მარტოობა ფიზიოლოგიური საჭიროებების სხეული ითხოვს, ხო? და მესამე ეს არის რეალიზაცია სქესობრივი. ოღონდ სქესობრივი რეალიზაცია ნიშნავს, რომ მე მინდა რომ კარგ ქალთან კაცად ვიქნო თავი. ეხლა ნახე, როგორც წესი ადამიანები ამას აკომპენსირებენ. და როგორ აკომპენსირებენ, ნახე? მარტოობაში თავს არ ვძნობ, იმიტომ რომ მაგალითად აქტიური ვარ საქმეების კუთხით და საქმეებზე გადამაკურადღებ. მარტოობას ქვია თავისუფლება. ან რეფრეიმინგს ვაკეთებ, მაგრამ რეფრეიმინგი ყოველთვის არ მუშაობს, ხანდახან რეფრეიმინგი მავნებელიც კია. ეს ამნიშნულოვანია, რომ NLP-ის მოყვარულებმა გაითვალისწინა, რომ რეფრეიმინგი არ არის უნივერსალური, რეფრეიმინგი არის ჩათვალი თაფლი. შაქარი თუ შემთხვევაში, თაფლი კარგ შემთხვევაში. კარგი რაღაცა თაფლი, მაგრამ თუ ბევრს იყენებ, ხშირად იყენებ, უარყოფით მხარეებია. მათ შორის ახლა შაქარს რო უარყოფითი აქვს, ვიცით, თაფლზე გეტყვით, რომ პომპეუსი საქართველოში რო ლაშქრობდა ეგრისში, მისი ჯარის დიდი ნაწილი გარდაიცვალა თაფლის დიდი ძოზის მოხმარების გამო. ბევრი თაფლი ჭამეს და მოიწამლა. ამიტომ თაფლიც კი, ტკბილი გემრიელიც კი ბევრი არ ვარ, მათ შორის რეფრეიმინგიც. ამიტომ ინტერპრეტაცია, რომ მე მარტო კი არა ვარ, თავისუფალი ვარ, ეს არ არის სასარგებლო რეფრეიმინგი, ეს არის უფრო
არაცნობიერი სურვილების ცნობიერი გაправება, ესე ვეძახით ხოლმე. გაურბივართ ამ მარტოობას ბევრ საქმეში. ეხლა დროებით ეს ოკეია. ეს გაქცევა ჩათვალებთ ტკივილი გამაყუჩებელი. ეს წეღანდრას დამიშვი დიაგნოზით არ მოყვა ეს გაგრძელება ზუსტად ხო? ხო, ტკივილი გამაყუჩებელი კარგია, მაგრამ შეიძლება ძალიან სერიოზული დაავადება გაგვეპაროს ამის გამო. მაგალითად გეტყვი, რომ როდესაც ისევ ჩემს აღვარი მედიცინას აღვნიშნეთ, დაუბრუნდეთ, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადეს გადაყავს ადამიანი მწვავე მუცლის ტკივილი, ცდილობენ რომ არ გაუკეთონ ტკივილი გამაყუჩებელი. იმიტომ რომ შეიძლება ტკივილი გამაყუჩებელის გამო შიდა სისხლდენა ვერ დავაფიქსიროთ. იგივე თემა არის ეს. ეხლა მივალთ რა არის ეს შიდა სისხლდენა ბჭყალებში, პირად ცხოვრებაში. ეხლა მეორე აღიარება. აღიარების კომპენსირება ძალიან გაამარტივა სოციალურმა ქსელმა. ის რაც მე ჩემ პარტნიორთან ურთიერთობაში უნდა ვიგრძნო და მივიღო. ამას ვიღებ Facebook-ზე დავდებ ფოტოს, დამიწერე ლაიქებს, გულებს დავნაყრდი. ანუ სრულფასოვანი კვების ნაცვლად სნექებით ვიკვებები. ქვია ამას. რაც დროებით ოკეია, ჩაგიქრობ შიმშილი გზნობას, მაგრამ ძელოდიან პერსპექტივაში უარყოფით შედეგები მოყვება. რა ძალიან საინტერესოა. და ბოლო და ყველაზე მთავარი. რაღაც პერიოდის განმავლობაში შენი ორგანიზმი, რომელიც ითხოვს, ხო, ანუ ბიოლოგიო, ფსიქოლოგიურად შეიძლება ხო ინტიმური ცხოვრება. და გინეკოლოგები ყველაზე ხშირად რა რჩევებს აძლევენ ხოლმე. რომ ინტიმური ცხოვრება უნდა გქონდეს, ინტიმური ცხოვრება უნდა გქონდეს. რატომ? იმიტომ რომ ეს სხეულებრივი საჭიროება. და სხეულებრივი საჭიროებას თუ გადავავადებთ, რა მოხდება მერე? ნახე? ჩვენი ორგანიზმი არის ყველაზე ადაპტური ორგანიზმი, რაც კი სამყაროში არსებობს, მე მგონი. ეს ნიშნავს რას? რომ ის რაც არ გვჭირდება, იმის მოშორებას იწყებს ორგანიზმი. პირობითად, როდესაც ჩვენ ფსიქიკამდე მივა სიგნალი, რომ მე არ მჭირდება ის ორგანოები, რაც ჩემი სქესის იდენტიფიკატორია. მაგალითად რა არის ქალის შემთხვევაში, ხო? ჩამოვთვალოთ. საშვილოსნო, საკვერცხეები, მკერდი. კი ბატონო. ამის მოშორებას იწყებს. ამის დაავადებები ჩდება და რა თქმა უნდა. მამაკაცებში ძალიან გავრცელებული პროსტატის დაავადებები. ხო, ძალიან გავრცელებული პროსტატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მამაკაცებში ბოლო დროს. იმიტომ რომ რეალიზაცია არ ხდება. ანუ თუ ის არ მუშაობს, თუ ის თავის ფუნქციას არ ასრულებს, ორგანიზმი ცდილობს მოიშოროს. საბოლოო ჯამში მივდივართ რასთან, რომ თუ ამ თემას დროულად არ დავალაგებთ, მე ეს ჭამე ბაყაყის პრინციპს ვიხებთ. ხო, ბრაიან ტრეისის ცნობილი კონცეფცია, რომ ბაყაყის ჭამას თუ გადავადებთ, მე უფრო ძნელი და მძიმე შესაძლებელი გახდება. ამიტომ შეჭამო ჯერ ბაყაყი და შემდეგ კი, ანუ ეხლა შეჭამო ბაყაყი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, ხო, რას ნიშნავს? თან ცოტა ფსიქოლოგიაც იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე დავიწყო იმ თემების მოგვარება, რაც ჩემ ტრამულ გამოცდილებას უკავშირდება. ანუ ზოგადად პირად ცხოვრებას რატო გაურბივართ ხოლმე? იმიტომ გაურბივართ, რომ რაღაცა ტკივილი იყო აი ამ სფეროში, წარსულში. ეხლა კიდე უნდა ძალიან კაი რაღაცა ვთქვა, რომ პირადი ცხოვრებისგან გაქცევის ორი გზა არის. ერთი რომ არ მაქვს პირადი ცხოვრება და მეორე მაქვს ბევრი. ორივე გაქცევა. ფაქტიურად ადამიანი როდეს პარტნიორი არ ყავს და ადამიანი როდეს ბევრი პარტნიორი ყავს, ერთ და იგივე საკეთებს. ორივე გაურბის. ორივე გაქცევა. ანუ გაქცევის რა ტიპი ახლა ბევრი პარტნიორი, რომ არავის არ უახლოვდები. გამიგე, ანუ სიგარეტის მოწევასავით არის პარტნიორთან ურთიერთობა. ემოციური კავშირი არ ჩნდება. იმიტომ რომ ემოციური კავშირი შეიძლება დრო და სიახლოვე და ინტენსიობა, ხო? თუ შენ გადაიტანე ყურადღება, გადაიტანე, სიახლოვემდე არ მიდის საქმე. იგივე გაქცევა. და ისევე როგორც თავში ურთიერთობის არ ქონაც, ნიშნავს რომ სიახლოვე არ გაქვს, ხო? ეხლა რა ხდება? ნახე, ხდება ის, რომ ჩვენ ვდგებით ჩვენი მტკივნეული წარსულის წინაშე. და როდესაც გვეხებიან ჭრილობაზე, ვტკივა და გაურბივართ. დაახლოებით ეს გავს, რომ ხელი გაქვს მოტეხილი და უბრალოდ გადაგიბინდა. ან ხო, აი ჭრილობა გაქვს და ეხლა ეს ბინტები რომ მოხსნან, მტკივნეულია. მაგრამ თუ არ მოხსნიან, კი დროებით არაფერია, მაგრამ მე უფრო გართულდება. ამიტომ თემა არის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ჩვენი მტკივნეული წარსულის გადამუშავება. ეხლა რა ხდება, როგორი შეიძლება იყოს ეს მტკივნეული წარსული, ხო? შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი ჭრილობა, მსუბუქი ჭრილობა არის დასრულობაში შეძენილი ჭრილობები, რომელიც მარტივად მოგვარებადია ძალიან. პირობითად მე თუ ბავშვობაში არავითარი პრობლემა არ მქონდა საწინააღმდეგო სქესის მშობელთან, დასრულობაში ვინც არ უნდა მიმატოვოს, მიღალატოს, მარტივად გაუკლავდები. ეხლა ამიტომ არის რომ ვიღაცა ქმარმა მიატოვა პირობითად და ორ კვირაში ჩიტივით არის, კარგად არის
და ვიღაცა ქმარს არ მიუტოვებია, უბრალოდ სამსახურში დაკავებულია და სერიოზული სტრესი აქვს ამის გამო. ხო, როგორ ხდება რომ ერთმა უფრო დიდი მარტივად მეორე პატარა ვერ. ვისაც პატარა ვერ, იმას წარსულში ქონდა უფრო დიდი ტკივილი და ეს პატარა იმ დიდთან ილინკება. ეხლა ამიტომ საბოლოო ჯამში როცა საქმე პირად ურთიერთობაზე მიდგება, მივდივართ საწინააღმდეგო სქესის მშობელთან. როგორი ურთიერთობა ქონდა მამასთან. რამდენად ტოქსიკური იყო მამა, რამდენად სანდო იყო მამა. თუ მამა არასანდო იყო, შენ კაცებს არ ენდობი და ბუნებრივი არ უახლოვდები. იმიტომ რომ გატკინა, იმიტომ რომ მამა დაკპირდა მოვალ ბაღიდან და გიყო არ მოვიდა. აი ამ შემთხვევაში რას ვშვებით ენიაგრამას რო გავყვეთ? ენიაგრამა უფრო დეტალურად გეუბნება რა ტიპის რამ ვაიყო ეს. ანუ მე ისედაც ვიცი, პირობითად ჩემზე არ ვამბობ რა, პირობითად ვიცი რომ მამასთან მამის ამბავია. როგორ ვალაგებ დღეს? მამასთან რო დავალაგებ, მოგვარდება? მამასთან რო დაალაგებ, მაგრამ ის რომ მამასთან დაალაგო, შენი ტიპაჟის ცოდნა ძალიან გაგიმარტივებს საქმეს, იმიტომ რომ რა გინდოდა მამასთან? რა დაგაკლდა მამის? სიყვარული ძალიან ზოგადია. კონკრეტულად რა დაგაკლდა? ანუ ეხლა მივყვეთ დავუშვით ერთიანის ფსიქოტიპი, რომელიც არის იდეალისტი. იდეალისტის ფსიქოტიპი როგორია? იცი, ყველაფერი უნდა იყოს ზუსტი, კონკრეტული, განსაზღვრული, შეთანხმებული, დაგეგმილი, ნათელი. მე მამა რო ერთ დღეს ზედმყვებოდა და მეორე დღეს არ ვახსოვდი. ეს არ მაკმაყოფილებს, მე სტაბილურობა მჭირდება. არა სტაბილურობის განცდა. მაგრამ ხა 7-იანთან ასეთი მამა პრობლემა არ არის. მას არ სჭირდება სტაბილურობა. მისთვის პრობლემაა მამა, რომელიც თავისუფლებას არ თმევს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს, რომელიც უზღუდავს არეალს, ეუბნება რომ აქ ნუ თამაშობ, შენი ნივთები დაალაგე, სად იყავი აქამდე. ანუ ასეთი ტიპის სტაბილური მამა უფრო პრობლემაა, ვიდრე ის არასტაბილური მამა. ორიანის შემთხვევაში, რომელიც ზრუნველი დამხმარე ტიპაშია, მას სჭირდება რომ მისცე შენზე ზრუნვის საშუალება და შემდეგ დაუფასო მადლიერება გამოხატო. ასეთ ადამიანებს როგორც ეს უმადური მამების პრობლემა აქვთ. უმადური მამა არის ის, ვინც მარტივად ჩაგანაცვლა. ანუ შენ ჩაი გაუკეთე მამას, ჯუსტები მოუტანე და ის მაინც შენ დასეფერება. და შენ ფსიქამ ვერ გაიგო, იმიტომ რომ მისი ალგორითმი როგორია, რომ მე თუ შენზე ვიზრუნე, შენგან მადლიერება უნდა მივიღო. ეს არის მისი ფორმულა. ამ ფორმულის იქით ის ვერ ხვდება, რა ხდება. ვერ გაიგო. ანუ მისთვის გაურკვეველი რაღაც ამოუცნობი რაღაცა ხდება და ეს მისთვის სერიოზული სტრესი, დისკომფორტი. სამიანისთვის ეს არის აღიარება. მე უნდა ვიყო საუკეთესო. და სამიანის შემთხვევაში პრობლემა არის უკვე დედაც. იმიტომ რომ დედა რო ჩემზე მეტად გიყვარს, ეს მე არ მინდა, მე ეს არ მაწყობს. მე უნდა გიყვარდე ყველაზე მეტად. ელექტრა. ხო. ფროიდთანაც ლინკში ცხადი არის. ეხლა ნახე, მე ხო დედაზე უკეთესი ვარ. დედა არ სწავლობდა ესე კარგად როგორც მე ვსწავლობ. დედა არ იყო ესეთი. მე მინდა რომ ამე ვეჯიბრები დედას. ყველას ვეჯიბრები აბსოლუტურად. მათ შორის დედას. მათ შორის დედას, იმიტომ რომ დედა ყველაზე ახლოა მამასთან ურთიერთობაში. მამაკაციც, მამაკაციც. იგივე ფორმულა, ეხლა რომ შევცვალოთ და არა, არა, მამაკაცის დედას. ანუ თავის სქესის, ოკეი, მესმის, მაგრამ თუ ბიჭია ამ შემთხვევაში, თემა არის რომ დედის აღიარება, თუ სქესობრივ ურთიერთობას ეხება. და მე მამა. კი, და ვეჯიბრები მამას რომ ამაზე უკეთესი ვარ. და მაინც არ მომეცია, მაინც მამა უფრო ფავორიტი, პირველ ადგილზე იმას აყენებ. ან ნებისმიერ სხვა შეიძლება პირველ ადგილზე ჩემი ძმა დააყენე, ჩემი და დააყენე, შენი სამსახური დააყენე. ეს ყველაფერი ჩემთვის არის რამული გამოცდილება. და განცდა იმისა, რომ აერთად რატო არ შევალ მე პირად ურთიერთობაში. იმიტომ რომ მე რაც არ უნდა კაი ტიპი ვიყო, ის ისე მომექცევა, როგორც დედა მომექცე. ამიტომ მე არ გავადედებ მას. ნახე, არ მივცემ ამ ძალაუფლებას, რომ დედა, ანუ არ შევალ ახლო ემოციურ ურთიერთობაში ჩემთვისაპიროში დედასთან ასოცირდება, ხო? სხვათა შორის ძალიან საინტერესო დაკვირვება გაგიზიარებთ, ჩვენ რო გადავხედოთ სიმღერებს და ლექსებს სასიყვარულოს, რომელიც იდეაში რაც კონკრეტულ სასიყვარულო ობიექტს ეხება, ძალიან დიდია იქ დედის ფიგურა. აი რო ჩაუღრმავდე, მიხვდები რომ უფრო დედაზე ან მამაზე გაჩნიეს ხეს, საუბრობს ვიდრე შეყვარებულს. კარგი მაგალითად ტერენტი გრანელი მაგალითად. მისი ყველაზე ცნობილი ლექსი, ჩემი გული უფრო გამალებით ძგერ შენს მოლოდინში. აი რო კითხულობდი მაშინ თავის დროზე როცა ზეპირათაც ვისწავლე, როგორც სასიყვარულო ლექსი ისე ესწავლე, მაგრამ მე რო დაუკვირდი, ანუ ბავში პირობითად ელოდება დედა როდის მოვა. შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით, მოხვალ დაღლილი, მეტყვი როგორ ხარ, მოხვალ და ჯერა მომეფერე. აი როგორ კაფიოთ ჩანს, ხო? ხო. ან არ ვიცი galaktioni, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები. ემოციურად მიუწვდომელი დედა, რომელიც ფიზიკურად შენთან არის,
რავი, შეგიწვა კარტოფილი, დაგილაგა, მოგიწესრიგა, მაგრამ ემოციურად ახლოს არ მოდის. და ეს შიშორე შენთვის იმდენად ნორმად იქცა, რომ აი ამით ტკბობა ისწავლა. მაზოხიზმი რა არის, ხო? აი ეს არის მაზოხიზმი. როდესაც შენთვის ნორმა ხდება ტკივილი და იმდენად ნორმა ხდება, რომ ამით ტკბობას იწყებ. ხო, ეხლა მაზოხიზმი ადრე უფრო სექსუალური პათოლოგია იყო, მაგრამ ეხლა გაფართოვდა ამის გაგება და ნებისმიერი ტკივილით სიამოვნების მიღება უკვე მაზოხიზმის კატეგორიაში გაკავთ ხოლმე. კი. ეხლა მოდი გადავიდეთ ფულის თემაზეც, ბარემ. მარტო პირადზეც რო არ ვისაუბროთ, სხვა ნიშნებსაც მიმოვიხილავ. ფულის პრობლემა ხშირად ჩდება ხოლმე იმიტომ, რომ სტრატეგია და ფუნდამენტური საჭიროება, რომელიც ყველა ნიშანს აქვს, არ არის გალინკული ფულთან. პირობითად აი სამიანს ხო უნდა აღიარება. თუ აღიარება მიებმება ფულს, მთელი ფსიქიკური ენერგია ფულის შოვნას მოხმარდება. მაგრამ უნდა მიებას. უნდა მიებას. პირობითად ილია ჭავჭავაც იყო რვიანი, ეხა გუშინ იყო ილია ჭავჭავის დაბადების დღე. 8 ნოემბერს. რვიანის მთავარი არის ძალაუფლება, გავლენა, დომინაცია და ილია სადაც იყო ყველგან ესეთი ტიპი იყო. რომელიმე სფეროს ხელი მოკიდა და ყველაზე დომინანტური არ იყო იქ? კი ბატონო. იყო. თან კარგი რატო ეხა ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ მან გაიარა ტრანსფორმაციის გზა. საშუალო ვარიანტის რვიანიდან ჯანსაღრვიანამდე. ანუ ეს მან გაიარა. საშუალო კატეგორიის, ანუ ისე დაბალანსება არც იქით, არც აქეთ რვიანი არის, ნუ დომინანტურია, ძლიერია, მებრძოლია, მაგრამ ძალიან კონფლიქტურია. ყველასთან ჩხუბობს. პირველობისთვის, დომინაციისთვის ერთადად. და ილია ჭავჭავაძის ახალგაზრდობის პერიოდი ხო ეს იყო? რამდენი კონფლიქტი ჰქონდა? დუელები, ნიკო ნიკოლაძესთან დუელი, დიმიტრი ყიფიანთან, ვანო მაჩაბელთან კონფლიქტი. მაგრამ განვითარებული რვიანი ხდება სულ გრძელი, მიმტევებელი და ხო, ილიას ცნობილი ლექსი რომ ერთათვისაც რომელ თუნდ გულს ლახვარი მკლან, თხოვდეს შეუნდი არიციან ღმერთო რას იქმან. ეს არის რვიანი, აი კარგია რომ აი ეს დინამიკა, ამიტომ გახდა ილია მართალი ილია. თორე იქნებოდა, ნუ ისეთივე ფიგურა, რომელიც ბევრი გვყავდა, ხო, საქართველოს ისტორიაში, ნუ ძალიან ნიჭიერი, ძალიან ისეთი აქტიური, ძლიერი, მაგრამ არა მართალი. ნახეთ, ხა ილიას შემთხვევაში ძალაუფლება, დომინაცია, მართვა არ იყო ფულთან გალინკული. თორე ილია ძალიან ჩვეულებრივად იქნებოდა მილიონერი. მისი ენერგეტიკის, მისი ინტელექტის პატრონს შეეძლო დიდი ფულის შეუნა. მაგრამ მისი ლინკი ესეთი არ იყო ფულთან მიმართებაში არ იყო ეს ლინკი. ჩვენ რო ავიღოთ დაუშვათ სხვა ცნობილი რვიანი, ანუ აქ ეხა მაგალითად ჰენრი ფორდი. ეს რო არ გაგვეპაროს რა ბარემ ახაც რო თქვათ, ანუ ამ შემთხვევაში ილია უნდა დაეინტერესებინა ვინმეს ფულთან დალინკვა, რო დალინკულიყო? თეორიულად რო დაუშვათ, ილია ჭავჭავაძე არის ანუ ენიაგრამას კლიენტი, დაუშვათ, რომელიც ამბობს, რომ იცი რა, მე ფული არ მაქვს და მინდა რომ მეტი ფული მქონდეს, მასთან მუშაობის გზა ასეთი იქნებოდა, რომ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაუკავშირო ფულს. როგორ შეიძლება რომ ფული იყოს შენთვის საშუალება აი ამ შენი შეცვლაზე მთავარი რაღაცების მისაღებად. ხო, და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, რომ შენი ფსიქოტიპის სტრატეგია არ უნდა მოვიდეს ფულთან წინააღმდეგობაში. აი ხა სხვა ტიპაში განვიხილოთ, ერთიანი იდეალისტი, რომელსაც უნდა ყველაფერი იდეალურად იყოს, რომელიც მორალურია, ეთიკურია. თუ ფულში რაღაც ამორალური დაინახა, მაგალითად ხელის ჭუჭყია, ფული და რაღაც ესეთი ტიპი. ან ფული თუ ვიშოვე, კარგი ადამიანი ვერ ვიქნები, პატიოსანი გზით ფულს ვერ იშოვნე. ჩადებული რაღაც ავტომატურად ჩაიხსნება. და პირიქით ფული თუ დაუკავშირდა მისი ვალდებულების შესრულებას, თორე ეს ყველაზე ვალდებულების შემსრულებელი ტიპია. ანუ ფული მჭირდება იმიტომ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა შევასრულო. მაშინ ის შეძლებს ბევრი ფული შევნის. ხო, მაგრამ სუწაუა თავის ვალდებულებებში ეს. ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ანუ რაღაცაში მაინც უნდა დავხარჯოთ. ის რომ ხარჯავ ამაში პრობლემა არ არის, მთავარია სწორად დახარჯო. იცი რა მაინტერესებს, ეხა ამაზე რომ გადავერთოთ, წეღანაც რაღაცნაირად ამომივარდა და 21 საუკუნე, მე-20 და მე-19 საუკუნე რამდენად განსხვავდება აი თუნდაც ცნობიერების დახვეწის და აი ამ ენიაგრამის კუთხით რო წავიდეთ რა, რამდენად უფრო ადამიანი ცნობიერებაში ამაღლდა და დაბლდა, რა ხდება, იმიტომ რომ ზოგადად რაც რო გადის, უფრო და უფრო რეგრესი გვაქვს ამ კუთხით. უფრო და უფრო მაფრუსტრირებელ გარემოს ვიღებთ.
თორე სხვა შემთხვევაში ეს ფსიქოთერაპევტის, კოუჩის და ამ პროფესიები არ დაგჭირდებოდა. ნახე, რაც უფრო მრავლდება ამ პროფესიის ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ხალხს უფრო მეტად უჭირს. თუ უფრო მეტად დაინტერესდა. პირიქით. ადამიანებს უმეტესობა, მათ შორის მოქმედი თერაპევტები და კოუჩები ამ პროფესიას ირჩევენ იმიტომ, რომ მათ კონდენ რაღაც პრობლემა და გამოწვევა. ხო, მაგრამ ნახე, ადრე ხო ესე იყო, რომ დაცინოდნენ ფსიქოლოგებს, ეხლა ასე ვთქვათ, კოუჩებს დაცინიან უფრო მეტად და რა. ნელ-ნელა, მაგრამ ესენიც წამოვიდა. ქონია ვიღაცებთან შეხება, ვინც ამბობს, რომ მე არ მაქვს პირადად ამის პრობლემა, მაგრამ ქმარმაცოლი არ გამოუშვა, რომ რას ისო, რაღაცნაირად მალავენ, რაღაც ესეთი ის არის, მაგრამ ნელ-ნელა ცნობიერება მაგ კუთხით უფრო წამოვიდა და მოთხოვნადი იმიტომაც გავხსნა. სტიგმა იხსნება, ეგ კი, მაგრამ მოთხოვნას განაპირობებს საჭიროება. საჭიროება განაპირობებს რაღაც პრობლემის არსებობას. მანამდე პრობლემები არ იყო ასეთი სახის. არ იყო თუ არ აღიარებდნენ, ესეც შეიძლება იყოს. შეუძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ აღიარო, იმიტომ რომ მენტალური ჯანმრთელობა ისეთი თემა არის, რომ სხეული იწყებს ამაზე ლაპარაკს. ანუ ამას ვერ დამალავ. შეიძლება დამალო 5 წელი, 10 წელი, მე ვეღარ დამალავ. მანამდე არ იყო ამდენი პრობლემა, რაც იყო იმას აგვარებდა სოციალური ურთიერთობები. მაგალითად, მეზობელს გადაუშლიდი გულს, მეგობარს გადაუშლი, მეგობრობა იყო ადრე. ეხლა თითქოს ეგეც აღარ არის, სამყარო ძალიან არასტაბილური გახდა ამ კუთხით. ყველა გაჯეტებშია ჯერ. ყველა გაჯეტებში, ანუ ეს ადამიანური ურთიერთობები ადრე ბევრად უფრო მყარი იყო და ეს გარკვეული პრევენცია იყო მენტალური პრობლემების. ეხლა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენ უფრო დავშორდით ერთმანეთს და ამას ავტომატურად მოყვა ბევრი მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემა. აი თუ ნახავთ, გადახედავთ, საიდან დაიწყო ფსიქოთერაპია? დაიწყო ზიგმუნდ ფროიდით და დაიწყო მსოფლიო ომით. ზიგმუნდ ფროიდი პირველ ეტაპზე მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. კი ბატონო. ნახე, ანუ პრობლემა იყო დიდი, ხო, ომი მარტო ფიზიკური დაპირისპირება, არ ფსიქოლოგიური დაპირისპირება, წარმოიდგინე შენი ხედავ შენი ძმაკაცი, შენი მეზობელი, შენი მეგობარი როგორ ჩახვრიტეს. ანუ გუში რო ვიღაცას გული გადაუშალე და მეგობრობას ეპიცებოდი, მეორე დღეს მოკვდა. და შენ ტყიამ ჩაგიარა და ჩაგიარა მთელმა ცხოვრებამ. ხო, აი რამხელა მენტალური პრობლემა წამოვიდა და თან ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ პირველი მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომში ძალიან ცოტა დროა. მიხდია რომ გადაება ძალიან ერთმანეთს. და რეაბილიტაცია ვერ მოხდა. კი. და ამან, აი ამ როგორ ვთქვათ, მაფრუსტრირებელმა ჭყალებში, იმიტომ ფრუსტრაციას ბევრად მეტია, ხო? გამოიწვია პროფესიის საჭიროება. შემდეგ ეხა ჩვენთან კოვიდის შემდეგ დიდი დოზით წამოვიდა, იმიტომ რომ ისევ გარემომ ისეთი შემოგვარტყა, რომ დავდექით აი ამ პრობლემის წინაშე უფრო მკაფიოდ. ისედაც დავდგებოდით, მაგრამ შეიძლება 20 წლის მერე მივხვდარიყავით. დინამიკაში ნელა წავიდოდა და ამან დააჩქარა. ისევ აი პირველი შეკითხვა რას დავსი, როგორ მიხვედი ენიაგრამამდე? აი რა მიგიყვანა ენიაგრამამდე? ახლა ცადე რა რამოდენიმე მიმართულება გაჩნდა საჭიროება სისტემურად ამენახა საკუთარი თავი და ჩემი პრობლემები. რაც ენიაგრამამ ძალიან კარგად გამიკეთა. დამანახა რა გამოწვევა მაქვს ახლა. ანუ რატო არ გამომდის ის რაც მინდა? ნუ, ხო, მთავარი თემები რა არის? ფული, სოციალური ურთიერთობები, პირადი ურთიერთობები, რატო არ გამომდის? პრობლემა მაჩვენა. განა აბსტრაქტულად, კონკრეტულად, აი ეს არის შესაძლებელი. ასევე გარდა იმისა, რომ უბრალოდ პრობლემა დამანახა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი. ანუ მთელი დინამიკა დამანახა. ეხლა რა არის? კი, საიდან წამოვიდა და როგორ უშველდი, როგორ მოვაგვაროთ ეს? ხო, მაგრამ ეს ხო პირობითად NLP-საც შეუძლია, ასევე შეუძლია NLP-ის მასტერის კვალიფიკაცია მქონდა მანამ სანამ ენიაგრამას კვალიფიკაციას ავიღე. აი მაგიტო ვლინკავ, ეხლა შენთან ამას რო უფრო მიხვდები რა. ესე სისტემურად არ მაჩვენა. NLP ძალიან მიყვარს, ძალიან ესეთ კარგათაც ვიყენე. მაგრამ სრულფასოვნად არ დამანახე, იმიტომ რომ NLP-ს არ აქვს ამხელა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები. NLP-ს აქვს ძალიან ბევრი და კარგი სათერაპიო ინსტრუმენტები, კარგი კომუნიკაციის ინსტრუმენტები, მაგრამ არა სადიაგნოსტიკო. ამიტომ NLP-ს არ უთქვია ჩემთვის ის თუ რა რესურსები მაქვს გლობალურად და როგორ შემიძლია ამ რესურს აქტივაცია.
კი, რაღაცა ტრანსში შემიყვანოს და ვიზუალიზაცია გამაკეთებინოს, მაგრამ ჩემი კატეგორიის ადამიანისთვის, რომელსაც უნდა სრული სურათის დანახვა, ეს არ არის საკმარისი. ხო, მაგრამ აი რაში ვერ დაგეთანხმები, ხო ვერ გამოყვები, რომ ნეირონულ დონეზე ხო ვიცით უკვე შიგნით ტვინში რა ხდება, როგორ ხდება, რომელი ნახევარსფერო რას ემსახურება, სად რა უნდა გავააქტიურო. ზოგადია. მაინც თვლი რომ ზოგადია, ანუ სხვას არ დავუსვამდი ამ შეკითხვას, ვისაც არ აქვს პირობითად ლოგიკურია. ხო, ეს რო არ იცოდე, აი NLP რომ არ იცოდე, არ დავსვამდი ხა ისეთ რაღაცა. თავარი შეცდომა, რასაც უშვებთ. მათ შორის ჩვენ ფსიქოთერაპევტს არის რომ ვცდილობთ რომ რომელიმე მოდალობა იდეალურ მოდალობად ვაქციოთ. რას ნიშნავს იდეალური? რომ მივაწეროთ რომ ყველაფერი შეუძლია. ეს არის თავი შეცდომა. იმიტომ რომ ჩვენ გადავდივართ ფანატიზმში და ხვდებით სექტანტები, სექტანტებში რას გულისხმობ, როდესაც რომელიღაც ადამიანს გონია რომ მისი რწმენა არის ერთადერთი სრულფასოვანი რწმენა. როგორ უნდა მივუწე ჯანსაღი მიდგომა რა არის? ქრისტიანობა არ არის სექტა, მაგრამ იგივე გონია რომ მართალმადიდებლები ჩვენ ვართ. ჭყალებში სექტაც ხო. ანუ ნებისმიერი მიდგომა რომ შენ გონია რომ შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი, ესე ვთქვათ, რაღაცა ინსტრუმენტის მქონე. გეშტალტს რო ვკითხო, იტყვის რომ მე ვარ მთავარი, მაგრამ NLP მეუბნება რომ ჩემთან შემოდის. ეგ არის პრობლემა. ეგ არის პრობლემა ზუსტად. იხდი რომ არც ერთი არ არის სრულფასოვანი. ყველას აქვს თავისი პლუსი და არ უნდა გავცეთ ამ პლუსებს. მაგალითად გეშტალტ თერაპევტიც ვარ, მაქვს კვალიფიკაცია საერთაშორისო გეშტალტ თერაპიაში, თავისი ძლიერი მხარეები აქვს. NLP-ს თავისი ძლიერი მხარე აქვს და ენიაგრამას თავისი. ენიაგრამაზე მე ვერ ვიტყვი, რომ მას აქვს იმდენად მრავალფეროვანი თერაპიული ინსტრუმენტები, რომ გეშტალტს ან NLP-ს მოიცავს. არა, ვერ მოიცავს და ვერც აჯობებს. იმიტომ რომ ენიაგრამა არის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი, ამაში კარგია. ყველა თავის ადგილზეა და არა რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ ნახე შენ თუ გინდა სრულფასოვნად დაინახო შენი თავი და სხვა ადამიანი. ამისთვის სჭირდება ენიაგრამა. ნუ შეგვიძლია ისიც აღვნიშნოთ, რომ სხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებიც არსებობს. დისკი არსებობს, MBTI არსებობს, დიდი ხუთეული, ბევრია. ნუ მე ენიაგრამა რატო მომწონს, თავის პლუსები აქვს და შემიძლია დავასაბუთო, რატო ავარჩიე სხვებს შორის. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. კი ბატონო. ერთ-ერთია, გამორჩეულია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. ეხლა ნახე, როდესაც საქმე მიდგება, რომ მე გავარკვიე ყველაფერი, ვინ ვარ, რა ვარ, როგორი ვარ, რა ძლიერი მხარე, რა სუსტი მხარე მაქვს. ეხლა თერაპია მჭირდება, ეხლა მუშაობა მჭირდება. აქ უკვე უნდა გამოვიყენო NLP, გამოვიყენო გეშტალტი, გამოვიყენო ჰუმანისტური ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, ანალიზური ფსიქოლოგია, ჰიპნოთერაპია, ხელზე ორიენტირებული უამრავი ინსტრუმენტი. კი ბატონო. და ყველას თავის პლუსი აქვს. ახლა როგორ ავარჩიო მე? ჩვენ თავისებურებიდან გამომდინარე და სამუშაო თემიდან გამომდინარე. და ისევ ალბათ ჩვენი ნიშნებიდან, ხო? აი ეს სწორედ ახლა რასაც საუბრობთ, მე რო ვთქვი, რომ არ თერაპიაც კი გავიარე, მაგრამ ჩემთვის ახლა NLP ჩემთან ძალიან დაილინკა. არიან ფსიქოტიპები, ვისთანაც NLP უკეთ მუშაობს, არიან ფსიქოტიპები, ვისთანაც გეშტალტ თერაპია მუშაობს კარგად. არიან ტიპაჟები, CBT მუშაობს კარგად. აი პირობითად ერთიანი, რომელიც ყველაზე სისტემურია, ორგანიზებულია, თანმიმდევრულია, ბეჯითი, CBT კარგად მუშაობს, იმიტომ რომ CBT ძალიან ორგანიზებული, თანმიმდევრული და სისტემური მოდალობაა. კი ბატონო. ხო? დაუშვათ ახლა სხეულთან ურთიერთობის ნაწილში გეშტალტ თერაპია და სხეულზე ორიენტირებული თერაპია ძალიან კარგი ინსტრუმენტებია და ვისაც სჭირდება სხეულზე მუშაობა და კარგად გამოსდის, მასთან ამ მიმართულების თერაპევტი კარგად მუშაობს. არიან უფრო ანალიტიკური ტიპები. სადაც ახლა ფსიქოანალიზი და ანალიზური ფსიქოლოგია ძალიან კარგად გაიდგავს ფესვებს, იმიტომ რომ ეს ის მოდალობა, რომელიც შენ ენაზე გელაპარაკე. და მე ანალიტიკური ტიპი მოვიდა შენთან და შენ მთელი სესია საუბრები რას გძნობს სხეულში და ეს არ გძნობს სხეულში. ხო, იმას სხვამისთვის, ანუ კი ბატონო. შეიძლება მერე რომ დაიხვეწოს განვითარდეს სხეულით ჩართოს, მაგრამ პირველ ეტაპზე სხეულით მასთან ვერ იმუშაო. ეხლა ისე ვიქ მივედით, ნახე, ვიწყებთ ყველა შემთხვევაში იმის აღმოჩენით თუ ვინ ხარ და როგორი ხარ, რომ სწორი მედიკამენტი, ანუ სწორი მკურნალობა, საერთოდ თუ გჭირდება ეს, შეურჩიო. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ წარმოიდგინე შენი ფსიქა არის სახლი. და წყალი ჩამოდის ამ სახლში. ვანგრევთ ამ სახლს და ახალს ვაშენებთ? არა ხო? არა, რა თქმა უნდა, იმ თანამედროვე ტექნოლოგია განვითარდა ისე, რომ მაგალითად მილი რო არის ატაკში გახეთქილი, მთელი ატაკს არა გაყრევინებენ, იპოვნიან სად არის გახეთქილი და იმ ერთ ფილას ამოიღებ. ანუ ჯერ დიაგნოსტიკას ვაკეთებთ მილების, რომ ვიპოვოთ ზუსტად სად გადის ხალი. ძალიან დიდი მადლობა პირიქით. აი ხართ, კარგად.